თვალის მომჭრელი ფერები, ულამაზესი ვარდები და საოცარი სურნელება. ნის პროვინცია, ქალაქი ქუნმინგი. ეს კი საერთაშორისო ფლორის აუქციონის სავაჭრო ცენტრია, რომელიც უმსხვილესია ჩინეთში, საიდანაც მსოფლიოს უდიდესი ბაზრები მარაგდება. აქ ასობით ბროკერი სწრაფად წყვეტს რა ჯიშის თუ კლასის ყვავილი შესთავაზოს საერთაშორისო ბაზარს. გარიგებები კი საშუალოდ ყოველ 4 წამში ერთხელ ხდება. ჩინეთის ბაზარზე ყოველი 10 ღერო მცენარიდან 7 იუნანის ბაზრიდან მოდის. იუნანში აყვავებული ყვავილების ინდუსტრიის უკან თანამედროვე ინდუსტრიული ქსელი დგას, რომელიც აერთიანებს წარმოებას, გაყიდვებს და მომსახურებას. ის პროვინციაში მდებარე ეს ყვავილების ბაზრობა ყვავილებით ვაჭრობის ერთადერთი ეროვნული დონის ბაზარია ჩინეთში, რომელიც ყოველდღიურად ყიდის 1600-ზე მეტი ჯიშის ყვავილს A17 კატეგორიაში. გასულ წელს ბაზარმა გაყიდა 11 მილიარდზე მეტი ღერო ახლად მოჭრილი ყვავილი, რომლის ბრუნვამ თითქმის 12 მილიარდ იუანს გადააჭარბა. ეს არის დარბაზი, სადაც ყვავილების აუქციონი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. სწორედ აქ ზიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ყვავილებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვაჭრობენ, ხოლო უკან ეკრანზე გამოსახულია რამდენ წამში რამდენი 1000 ყვავილი იყიდება. 900 ადგილიანი სავაჭრო დარბაზი ყოველთვის სავსეა ყვავილების აგენტებით და ტრანზაქცია ხდება საშუალოდ 4 წამში ერთხელ. პრინციპი კი შემდეგია: გაიმართა აუქციონი, გაიყიდა ყვავილები, შემდეგ ეს ყვავილები ხედავთ, რომ იწვევდება სპეციალურ სექციებში და მიემართება დანიშნულების ადგილას და ხედავთ, როგორი მოძრაობაა. ბაზარში განთავსებულია 2200-ზე მეტი ყვავილების გამყიდველი 46 ლოჯისტიკური ფირმით, რომლებიც თანამშრომლობს 80,000-ზე მეტ ყვავილების მწარმოებელთან, თითქმის 12,000 კოოპერატივთან, 10,000-ზე მეტ ყვავილების აგენტთან და 350,000 ყვავილების საბითუმო ბაზართან.